მხოლოდ 8 ადამიანმა იცოდა ვინ იყო აგენტი სინამდვილეში. საღამოს 7 საათზე მითითებული ქუჩის კუთხეში Safeway საოჯრო ჩანთით ხელში პურის მაღაზიაში გამოცხადდით და ელოდეთ იმდენ ხანს რომ შეგამჩნიონ. თვალებში შეხედეთ მამაკაცს, რომელსაც ჰერცის ჩანთა უჭირავს და მარსის ან კიტკეტის შოკოლადს მიირთმევს. მთელი ეს პროცესი მხოლოდ 80 წამს გაგრძელდა, სანამ კაკების თანამშრომლები გაარკვევდნენ რა მოხდა. MI6 ჯგუფი სწრაფად დაბრუნდა გზატკეცილზე და კოლონამ საბჭოთა ფინეთის საზღვარს მიაღწია. მოულოდნელად სხვა ჯაშუში ამოქმედდა. MI6-მა ერთ-ერთი ყველაზე გაბედული მისია ოპერაცია პიმლიკო დაიწყო. 1985 წლის 27 მაისს ორშაბათს ოლეგ გორდიევსკი საბჭოთა კავშირის სადაზვერვო სააგენტოს კაკების უფროს ოფიცრებთან შეხვედრაზე დაიბარეს. თუმცა რაღაც რიგზე არ იყო. ის 1 კილომეტრის მოშორებით კაკების შენობის შიგნით განმარტოვებულ შენობაში გადაიყვანეს. კაკების მაღალი რანგის გენერალი ვიქტორ გრუშკომ მას საჭმლითა და სომხური კონიაკი დახვდა, თუმცა ეს ხაფანგი იყო. როგორც ბენ მაკინტერის წიგნში ჯაშუში და მოღალატე აღწერილია, გორდიევსკისთვის მიწოდებულ სასმელში SP-117 იყო გარეული. ძლიერი სიმთვრალის შრატი, რომელიც შექმნილია დათრგუნვის მოსახსნელად და აღიარების იზრულებისთვის. გორდიევსკის მხედველობა დაებინდა და ჰალუცინაციები დაეწყო. რამდენიმე წამის შემდეგ ოთახში დაკითხვის 2 თანამშრომელი შევიდა. ვიცით რომ თქვენ ბრიტანეთის აგენტი ხართ. ჩვენ გვაქვს თქვენი დანაშაულის უდავამტკიცებულება. აღიარეთ. 5 სასტიკი საათის განმავლობაში გორდიევსკის გონება ერთ აზრს ეჭიდებოდა. არასდროს აღიარო. მაგრამ კაკები არ ცდებოდა, ოლეგ გორდიევსკი მართლაც ორმაგი აგენტი იყო. ჩვენ ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელმაც შეძლო წარმოუდგენელი ხელიდან დაოსყდა კაკების. მანამდე გამოიწერე არხი და აყენეს ზარის ღილაკი, რადგან ჩვენ წუთი-წუთზე შევდივართ ყველაზე სახიფათო ჯაშუშურ ისტორიაში. თითქმის 10 წლის განმავლობაში ოლეგ გორდიევსკი საიდუმლოდ ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში MI6-ში მუშაობდა და ბრიტანელებს ცივი ომის პიკში საბჭოთა საიდუმლოებებს აწვდიდა. მაგალითად, როდესაც ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ ბირთვულ თავდასხმაზე პასუხის სიმულაციური წვრთნები ჩაატარა, საბჭოთა კავშირმა ჩათვალა, რომ ნატო მათზე შეტევას აპირებდა და ბირთვული ძალების მომზადება დაიწყო. გორდიევსკიმ ეს ყველაფერი ბრიტანეთს აცნობა და ასე მოხერხდა ესკალაციის თავიდან აცილება. ირონიულია, რომ გორდიევსკი ბრიტანეთის აგენტი გახდა, რადგან კაკები მის სისხლში იყო. მისი მამა ანტონი კაკების ოფიცერი გახდა და ფორმას ყოველდღე შაბათ-კვირასაც კი ატარებდა. ოლეგი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდა, თუმცა სამმა მოვლენამ მისი რწმენა საბჭოთა სისტემის მიმართ, რომელსაც ის ასე ერთგულად ემსახურებოდა, შეარყია. პირველი იყო 1961 წელს ბერლინის კედლის მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინი მთლიანად აღმოსავლეთ გერმანიით იყო გადმოსული, მისი დასავლეთ ნახევარი დასავლელი ქვეყნების კონტროლის ქვეშ რჩებოდა. გორდიევსკი შეზრწუნებული იყო იმის გაცნობიერებით, რომ კედელი აშენდა არა მტრების შესაჩერებლად, არამედ აღმოსავლეთ გერმანელებისთვის დასავლეთში გაქცევის თავიდან ასაცილებლად. მეორე გადამწყვეტი მომენტი დანიაში მისი მოვალეობის შესრულების დროს დადგა, სადაც ის საიდუმლო აგენტების ქსელს მართავდა. მან შეიგრძნო კოპენჰაგენის კეთილდღეობა, სილამაზე და თავისუფლება. მესამე და ყველაზე თვალშისაცემი მოვლენა 1968 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური ბანაკის შიგნით დემოკრატიული გარდაქმნების შესაჩერებლად პრაღაში 2000 საბჭოთა ტანკი შევიდა. უდანაშაულო ადამიანებზე იმ სასტიკმა თავდასხმამ გორდიევსკი აიძულა, რომ კომუნისტური პარტია შეძულებოდა. გორდიევსკი კაკებემ 1970 წელს მოსკოვში გამოიძახა, რადგან იყო ეჭვი, რომ დანიის დაზვერვამ ის ჯაშუშად ამოიცნო. მოსკოვში 2 წლიანი ბიუროკრატიული მუშაობის შემდეგ გორდიევსკის გაუმართლა დანიამ რამდენიმე საბჭოთა ჯაშუში გააძევა ქვეყნიდან და კაკების სწრაფად ჭირდებოდა ვინმე, ვისაც დანიურ ენაზე თავისუფლად საუბარი შეეძლებოდა. 1972 წელს გორდიევსკი კოპენჰაგენში დააბრუნეს, მის დაბრუნებას კი დანიის დაზვერვა აკვირდებოდა. სწორედ დანიის დაზვერვამ აცნობა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს, რომ გორდიევსკი შესაძლოა იმედგაცრუებული ყოფილიყო საბჭოთა რეჟიმით. ბრიტანეთმაც ნაბიჯი გადადგა. მასთან მისი უნივერსიტეტის ძველი მეგობარი და ყოფილი აგენტი, რომელიც ასევე დასავლეთში იყო გაქცეული, სტანდა კაპლანი მიაგზავნეს. სტანდამ მოულოდნელად გორდიევსკის
კარზე დააკაკუნა. მათ ერთად ისადილეს და ძველი მოგონებები გაიხსენეს. გორდიევსკი მიიგრძნო, რომ მისი მეგობარი ცდილობდა გაეგო შეიძლებოდა თუ არა მისი გადაბირება. ამის შემდეგ გორდიევსკის ბადმინტონის კლუბში MI6-ის კოპენჰაგენის განყოფილების უფროსი რიჩარდ ბრომჰედი ეწვია. ოლეგ გორდიევსკი ორმაგი აგენტი გახდა და MI6-მა მას კოდური სახელი სამბიმ, ანუ მზის სხივი მიანიჭა. გორდიევსკი თვეში ერთხელ ხვდებოდა თავის ბრიტანელი თანამშრომლებს. მას ფული არ სურდა და ამბობდა, რომ იდეოლოგიური რწმენით ჯაშუშობდა. ამ საუბრების გასეტები ლონდონში დიპლომატიური ჩანთით იგზავნებოდა. MI6-მა აღმოაჩინა, რომ გორდიევსკის შესანიშნავი მეხსიერება და საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა კაკებეს იმჟამინდელი და ყოფილი ოპერაციების შესახებ. გორდიევსკიმ საბჭოთა ჯაშუშების გამოვლინა, მათ შორის გუნვარ ჰაავიკი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და არნე ტრეჰოლტი, მაღალი რანგის ნორვეგიელი დიპლომატი. ორივე ამტკიცებდა, რომ კაკებემ ისინი პირადი ცხოვრების ფაქტებით დააშანტაჟა. მას შემდეგ, რაც გორდიევსკიმ ინგლისური ისწავლა, ის 1982 წლის ივნისში კაკებემ ლონდონში გააგზავნა. მისი რანგი თანდათან იზრდებოდა. MI6-ის საიდუმლო მანიპულაციებს ახორციელებდა და გორდიევსკის უშუალო უფროსებს პერიოდულად შეთხზული ბრალდებებით ქვეყნიდან აძევებდა, რათა გორდიევსკის მათი ადგილი დაეკავებინა. საბჭოთა ორმაგ აგენტს MI6-მა ლონდონში ყოფნისას კოდური სახელი ნოქტონი მიანიჭა. მისი ნამდვილი მინაობა ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად გასაიდუმლოებულ ინფორმაციად რჩებოდა. როგორც ამბობენ, მხოლოდ 8 ადამიანმა იცოდა, ვინ იყო აგენტი სინამდვილეში. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ცდილობდა შეეტყო გორდიევსკის არსებობის შესახებ და ეს მოახერხა კიდეც, თუმცა ვერ გაიგო მისი სახელი და თანამდებობა. მას მხოლოდ კოდური სახელი TKL მიანიჭა. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ვინაობის გასარკვევად საიდუმლო ოპერაცია ჩაატარა. დაახლოებით 1 წლის შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ ორმაგი აგენტი გორდიევსკი უნდა ყოფილიყო. აი აქ მოულოდნელად სხვა ჯაშუში ამოქმედდა. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსანმა ალდრიხ ეიმსმა გორდიევსკის ღალატის შესახებ საბჭოთა კონდაზვერვას შეატყობინა. მომდევნო დღეს გორდიევსკი მოსკოვში დაიბარეს. თუმცა FBI-ის მოგვიანებით გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეიმს კაკებისთვის გორდიევსკის შესახებ 1985 წლის 13 ივნისამდე ინფორმაცია არ მიუწოდებია. იმ დროს გორდიევსკი უკვე კაკების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ბიოგრაფი ბენ მაკინტერი და გორდიევსკის საქმეში ჩართული ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ 1985 წლის მაისის დასაწყისში ვაშინგტონში კაკებესთან მისი პირველი შეხვედრის დროს ეიმსმა საკმარისი ინფორმაცია მიაწოდა კაკებას, რათა გამომძიებელ პოლკოვნიკ ვიქტორ ბუდანოვს გამოძიება დაეწყო. ამ სახიფათო ორმაგი ცხოვრების დროს გორდიევსკის რომანი ჰქონდა კაკების ოფიცრის ქალიშვილთან, ლეილა ალიევასთან, რომელიც ჩანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოპენჰაგენის ოფისში მუშაობდა. მათი რომანი საბოლოოდ მისი და მისი პირველი ცოლის, ელენას განქორწინებით დასრულდა. როდესაც გორდიევსკი მოსკოვში დააბრუნეს, MI6-მა გადაწყვიტა, რომ ოლეგთან ყველანაირი კონტაქტი შეეწყვიტა, რადგან ეშინოდა, რომ უმცირეს კომუნიკაციასაც კი შეეძლო მისი გამოაშკარავება. მოსკოვში დაბრუნებამდე გორდიევსკიმ MI6 სთხოვა ჩუმად მოემზადებინათ გაქცევის გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე გაქცევა დასჭირდებოდა. გეგმა ბრიტანეთის დაზვერვის უფროსმა ოფიცერმა ვერონიკა პრაისმა შეადგინა. მას მერე რაც გორდიევსკი შეიყვანეს დასაკითხად, მედიკამენტებით გაჟღენთილ და დაღლილ ოლეგს 5.5 საათის დაკითხვის შემდეგ დეტალების დამახსოვრება უჭირდა. ის ვერ იხსენებდა რა გაარკვია კაკებემ, მაგრამ ცხადი იყო, რომ მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. მაშინაც კი თუ ეს სასჯელის შემდგომი გამოძიების მოლოდინში იქნებოდა გადაოდებული. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გორდიევსკიმ შენობა დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ ბრალდება ძალაში დარჩა. მას უთხრეს, რომ ის საზღვარგარეთ არასდროს იმუშავებდა, რადგან უცხო ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეფრი ჰოუმ თავის მემუარებში გაიხსენა, რომ მან შაბათს 20 ივლისს ოპერაცია პიმლიკოს დაწყებაზე თანხმობა განაცხადა. გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმაც მხარი დაუჭირა. MI6-მა ერთ-ერთი ყველაზე გაბედული მისია ოპერაცია პიმლიკო დაიწყო. შეშინებულმა გორდიევსკიმ გააცნობიერა, რომ მას მხოლოდ ორი ვარიანტი ჰქონდა: გაქცევა ან სიკვდილით დასჯა. მან მოსკოვში თავის ბინაში ავეჯით ბარიკადები მოაწყო და შესასვლელები ჩაკეტა, რათა გვიან ღამით კაკებიდან სტუმრები შეეჩერებინა. მან თაროდან შექსპირის სონეტების 2 წიგნი ამოიღო და წყალში დაასველა.
რის შემდეგაც მყარყდებში ჩაცმული ცელოფნით შეფუთული ინსტრუქციები ამოიღო. იმის შიშით, რომ მის სახლში კაკების მიკროფონები და ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული, მან MI6-ის გაქცევის გეგმა სანთლის შუქზე წაიკითხა. სამშაბათს საღამოს 7 საათზე მითითებული ქუჩის კუთხეში Safeway-ის საოჯრო ჩანთით ხელში პურის მაღაზიაში გამოცხადდით და ელოდეთ იმდენ ხანს, რომ შეგამჩნიონ. თვალებში შეხედეთ მამაკაცს, რომელსაც ჰერცის ჩანთა უჭირავს და მარსის ან კიტკეტის შოკოლადს მიირთმევს. ეს სიგნალი გორდიევსკის ფინეთში დიპლომატიური მანქანის საბარგულით ფარულად შეყვანის გეგმას აამოქმედებდა. 1995 წლის 16 ივლისს სამშაბათს გორდიევსკი მოსკოვში კუტუზოვის პროსპექტთან ახლოს მდებარე საცხობის წინ საღამოს 7 საათსა და 30 წუთზე გამოჩნდა. ის ელოდა MI6-ის აგენტის გავლას, რომელიც ვითომ შემთხვევით მარსის შოკოლადს მიირთმევდა, მაგრამ იმ დღის მორიგე MI6-ის აგენტი არტურ გი არ ჩანდა. ის შეხვედრის ადგილას დაახლოებით 15 წუთით გვიან მივიდა. საბედნიეროდ გორდიევსკი ისევ იქ იყო და როდესაც გიმ საცხობს ჩაუვარა, ხელში მწვანე ჰერცის საოჯრო ჩანთა ეჭირა. მან განზრახ რამდენიმე ლუკმა მოწყვიტა თავის შოკოლადს, რაც იყო სიგნალი იმისა, რომ ოპერაცია მზად იყო. გორდიევსკიმ გაიგონა ჩუმი ხმით როგორ ამბობდა, დიახ, მე ვარ. ამის შემდეგ გეგმა ითვალისწინებდა, რომ გორდიევსკი მოსკოვიდან ფინეთის საზღვრისკენ გაემართებოდა და ბუჩქებს შორის დაემალებოდა. ბრიტანეთის ჯაშუშები ორი დიპლომატიური მანქანით უნდა ჩასულიყვნენ. გორდიევსკი საბარგულში ფარულად ჩაესვა და საზღვარი გადაეკვეთათ. ოლეგმა მოახერხა კაკების აგენტების ჩამოშორება და ღამის მატარებლით ლენინგრადში დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში გამგზავრება. მას მეოთხე კლასის ბილეთი ჰქონდა ზედასაწოლი და მოსკოვიდან პარასკევს საღამოს 5 საათსა და 30 წუთზე გავიდა. შემდეგ კიდევ ერთი მატარებლით კურორტ ზელენოგორსკში გაემგზავრა. სანამ ავტობუსში ავიდოდა, რომელიც დანიშნულების ადგილზე ჩაიყვანდა, ქალაქ ვიბორგის აბრაში ამჩნია, რომელიც ფინეთის საზღვრამდე სულ რაღაც 26 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. რადგან რამდენიმე საათით ადრე იყო ჩასული, გადაწყვიტა ვიბორგში ავტოსტოპით შემწვარი ქათმის და ლუდის მისართმევად წასულიყო. იქ ყოფნისას გორდიევსკიმ დროის ახმა სრულად დაკარგა, შეცდომის გაცნობიერების შემდეგ გამრავლი სატვირთო გააჩერა, რათა უკან დაბრუნებულიყო და მძღოლს უთხრა, რომ ტყეში ქალს ხვდებოდა. შეხვედრის ადგილზე ჩასულმა გორდიევსკიმ აღმოაჩინა, რომ იმ ადგილას კოღების ბუდე იყო. გაიფიქრა, რომ სამალავი დაეტოვებინა და გზაზე გასულიყო, თუმცა თავი გააკონტროლა და ეს არ გააკეთა. ბრიტანული გუნდი 15 წუთით დაგვიანებით დღის 2 საათსა და 45 წუთზე მივიდა. ჯგუფში ორი მანქანა იყო და ერთში იწყდნენ MI6-ის მოსკოვის განყოფილების უფროსი როი ასკოტი, მეუღლე კაროლინასთან და მათ ბავშვთან ერთად. მეორე ავტომობილში ასკოტის თანაშემწე არტურ გი და მისი მეუღლე რეიჩელი. მათ კაკებე და საბჭოთა მილიცია, რა თქმა უნდა, უთვალთვალებდა. ასკოტმა განზრახ შეანელა ტემპი, აიძულა მათ წინ მდგომი კაკების მანქანა წინ წასულიყო. როგორც კი ეს მოხდა, ისინი თვალთახედვის არიდან გაუჩინარდნენ, MI6-ის კოლონამ კი სწრაფად გადაუხვია გზატკიცილიდან. მანქანები გაჩერდა და ჭუჭყიანი კოღოებისგან დაკმენილი გორდიევსკი ბუჩქებიდან გამოვიდა. მან სიცხესთან გასამკლავებლად საცვლები გაიხადა, რის შემდეგ ის საბარგულში მოათავსეს და ალუმინის კოსმოსური საბანი მოახვიეს, რათა საბჭოთა მესაზღვრეებს ის ინფრაწითელი სითბოს დეტექტორით ვერ შეემჩნიათ. მთელი ეს პროცესი მხოლოდ 80 წამს გაგრძელდა, სანამ კაკების თანამშრომლები გაარკვევდნენ რა მოხდა, MI6-ის ჯგუფი სწრაფად დაბრუნდა გზატკეცილზე და კოლონამ საბჭოთა ფინეთის საზღვარს მიაღწია. დიპლომატიური მანქანები რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გააჩერეს. რუსმა ჩინოვნიკებმა სათვალთვალო ძაღლებით მანქანების ჩხერეკა მოითხოვეს. დიპლომატის მეუღლემ რეიჩელმა ყველითა და ხახვის შიფსებით სავსე პარკი გახსნა და რამდენიმე მათგანი მიწაზე დააგდო, რათა გერმანული ნაგაზების ყურადღება გადაეტანა. თუმცა ეს არ გამოვიდა. ამის შემდეგ უკვე მეორე ქალბატონი ჩაერთო და წარმოუდგენელი რამ მოიფიქრა. ბავშვისთვის საფენის გამოცვლა დაიწყო. გორდიევსკი სადაც იმალებოდა, ბავშვი სწორედ იმ საბარგულზე დააწვინა. ჭუჭყიანი საფენი მიწაზე დააგდო, რათა გორდიევსკის სუნიდან მეძებარი ძაღლებისთვის ყურადღება გადაეტანა. ძაღლი ვერაფერს მიხვდა და ადგილს გაეცალა. მესაზღვრეებმა საეჭვო ვერაფერი იპოვეს და ბრიტანელები გაატარეს. გეგმამ გაამართლა. ფინეთის დროით 15 საათსა და 15 წუთზე მათ საზღვარი გადაკვეთეს. გორდიევსკიმ გაიგონა, როგორ შეიცვალა მანქანის რადიოში ხმამაღალი პოპ მუსიკა სიბელიუსის ფინლანდიით. საბარგული მალე გაიღო. გორდიევსკიმ ბრიტანელი მეგობრების გამბედაობისა და მოხერხების წყალობით კაკებე დაამარცხა და ის თავისუფალი იყო. მათ MI6-ის ოფიცერი ვერონიკა პრაისი ელოდათ. გორდიევსკი მანქანის საბარგულიდან გადმოვიდა, თავი დაუკრა და ხელზე აკოცა. ოლეგი ჩრდილოეთით ნორვეგიაში წაიყვანეს, შემდეგ ოსლოში გაფრინდა და მერე ლონდონში გაემგზავრა.
მოსკოვში დაბრუნებულმა კაკებემ გააცნობიერა თუ რა მოხდა. მათ გორდიევსკის მეუღლე ლეილა დააკავეს და დაკითხეს, თუმცა ლეილა ვერ იჯერებდა, რომ მისი ქმარი ბრიტანეთის აგენტი იყო. ის კაკების ოფიცრის ქალიშვილი იყო და ეს ყველაფერი მან არ იცოდა. საერთოდაც ოლეგის გაქცევის დროს ლეილა და მისი შვილები აზერბაიჯანში იყვნენ. გორდიევსკი ცოლისა და ქალიშვილების ფარულად გაყვანასაც განიხილავდა. გაქცევიდან 2 წლის შემდეგ ლეილას წერილი საბჭოთა კავშირიდან ფინელმა სატვირთოს მექანიზმს ღოლმა გაიტანა. მისი სიტყვები უხეში და გულის ამაჩუყებელი იყო. ის ქმარს საყდურობდა, რატომ არ უთხრა, როგორ შეეძლო მათი მიტოვება და რას აკეთებდა მათ გადასარჩენა. პულისევში პრემიერ-მინისტრმა ტეტჩერმა პირადად მოუწოდა მიხაილ გორბაჩოვს ლეილასა და მისი შვილებისთვის საბჭოთა კავშირის დატოვების ნებართვა მიეცა. ამ საქმეში პრეზიდენტი რეიგანი ჩაერია მან გორდიევსკის უთხრა, ისინი მას იცნობენ, აფასებენ რაც გააკეთა დასავლეთისთვის და მადლობელი არიან. მათ ახსოვთ მათი ოჯახი და იბრძოლებენ მათთვის. 6 წლიანი განშორების შემდეგ ზუსტად მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მათ საბოლოოდ მიეცათ ბრიტანეთში ჩასვლის უფლება. მაგრამ ლეილასთვის მიტოვების ღალატი ძალიან ემოციური იყო და მათი ქორწინება ვერ გადარჩა. დასავლეთში გადასვლის შემდეგ გორდიევსკი დიდ ბრიტანეთში გაძლიერებული დაცვის პირობებში განაგრძობდა მუშაობას. თავისი შესანიშნავი სამსახურისთვის ჯილდოებს იღებდა, წერდა წიგნებს კაკების შესახებ და მსოფლიოს ჩაშუშობის საიდუმლო სამყაროს შესახებ ინფორმაციებსაც თვლიდა. მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ და გაბედულ ოპერაციაზე, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. საბჭოთა კავშირმა ოლეგ გორდიევსკის დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა. პოსტსაბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას განაჩენი არასდროს გაუქმებია, მაგრამ მისი კანონიერი დასრულება რუსეთის იმდროინდელ ევროსაბჭოში წევრობის გამო შეუძლებელი იყო. 2008 წლის აპრილში გორდიევსკიმ თქვა, რომ რამდენიმე თვით ადრე ის ტალიუმით მოწამლეს. ბრიტანეთის ყველაზე ღირებული ცივი ომის ჯაშუში 2025 წლის 4 მარტს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კონტრტერორისტული პოლიცია გამოიძახეს, საეჭვო არაფერი უპოვიათ. ვინ იყო ოლეგ გორდიევსკი? ის ერთდროულად გამოდიოდა ჯაშუში, მოღალატე და გმირი. მის გამო კაკები გააცურეს და მის გამო ცივი ომი ცოტა ნაკლებად ცივი გამოდგა. თუ მოგეწონა ეს დრამატული ისტორია და გსურთ მეტი გაიგო ჯაშუშების საიდუმლო სამყაროზე, სუპეროპერაციებზე და ადამიანებზე, რომელთაც შეცვალეს ისტორია, გამოიწერე არხი, დააჭირე ზარის გლაკს და დარჩი ჩვენთან. შენთან ერთად ჩვენ ხან აგენტებს დავამგზავრებით, ხან კოსმოსურ ხომალდებზე ავალთ, ხან კი მეფეებს გავყვებით დიდ ომებში. ჩვენ ხომ ყვებით ისტორიებს, რომელთაც სახელმძღვანელოებში ვერ იპოვე. ეს იყო გასაოცარი გაქცევის ისტორია. ახლა კი დროა გაიქცე რუტინიდან და შემოგვიერთდე.